დღევანდელ სამყაროში ვაკვირდებით ჩვენ გლობალურ დონეზე მოქმედი ორგანიზაციების დასუსტებას. ხედავთ, რომ ფაქტობრივად ისინი რაიმე მნიშვნელოვან როლს სხვადასხვა სახის კონფლიქტების გადაწყვეტაში ვერ თამაშობენ და ამ დროს მნიშვნელოვანი არის სწორედ რეგიონული თანამშრომლობა, ისეთი როგორც არის ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით, როგორც შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით. ამიტომ ჩვენ ამ თანამშრომლობას როგორც ამ ორ ასამბლეას შორის გავაძლიერებთ ევროკავშირის ელჩისგან, რა თქმა უნდა, მოველით და ვითხოვთ პასუხს 4 ოქტომბრიდან დაკავშირებით. კერძოდ აპირებს თუ არა ევროკავშირის ელჩი, რომ ევროკავშირის სახელით ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს მის სასახლეზე მათ მიერ გამხნევებული და წაქეზებული ადამიანების თავდასხმის გამო და აპირებს თუ არა პირადად პაվել ჰელჩესკი ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს იმის გამო, რომ 4 ოქტომბრიდან 7 თვე გავიდა და ერთხელაც კი არ დაგმო ის ძალადობა პრეზიდენტის სასახლეზე. პრეზიდენტის, რომელიც გახლავთ, იყო ნებისმიერი ელჩის უპირველესი მასპინძელი ამ ქვეყანაში. როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში და არ ვერევით იმაში, რა კანონს იღებენ, კეთილი ინებონ და ესტონეთი ნუ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენი ადამიანური რესურსიც ყოფნის, ჩვენი ჭკუაც ყოფნის და ჩვენი გამოცდილებაც ყოფნის, რომ მივიღოთ ჩვენი კანონები და არანაირად არ გვჭირდება ჩვენ ზოგიერთი თავქარიანი უცხოელი პოლიტიკოსის ჩარევა და რეკომენდაციები ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ კარგად იცის უკვე დიდი ხანია რა არის ჩვენი პოზიცია, როგორ ფიქრობთ რა არის გასაკეთებელი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს და თვისებრივად ამ ურთიერთობებმა თვისებრივად ახალი შინაარსი შეიძინოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ დაბრუნებისკენ იქ, სადაც პრინციპში იყო ცარიელ ფურცელზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, იქ სადაც სამწუხარო წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში იყო საქართველოში შიდა საქმეებში ჩარევა, ხელისუფლების შეცვლის მცდელობები არადემოკრატიული გზით. რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ვამბობთ პარტნიორობას, არ გულისხმობთ დაბრუნებას, არამედ გულისხმობთ აღდგენას, არამედ გულისხმობთ თვისებრივად ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადააზრების პროცესი. ნახოთ, ჩვენ კიდევ ერთხელ ეს არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა. ეს შეხვედრა რახან თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოიჩინა ინიციატივა და გადააბიჯა, ასე ვთქვათ, იმ მოცემულობასაც, რომ მის მიერვე დასანქცირებულ ადამიანთან მოუწია მისვლა. ნახოთ, ალბათ სურთ რაიმე სიახლის გადააზრებული პოზიციის წარმოდგენა, საქართველოს მზად არის მოისმინოს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვიმოქმედოთ. არავინ არავისთვის ხელის დაფარებას რომ არ აპირებდა ამაზე. იყო კიდევაც საუბარი, რა მომენტშიც პროკურატურა აი მასალების შეჯერებით და მტკიცებულებებით ჩათვალა, რომ არის მყარი იმისთვის, რომ წავიდეს სასამართლოში კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი გადაიდგა. ეს დღევანდელი განაჩენი არის ასევე ტესტი ევროკავშირისთვის, რომ ახლა მაინც 7 თვის თავზე ნახავთ თუ რამდენად არის ევროკავშირის ნამდვილი სურვილი, არაძალადობა, ნამდვილი სურვილი დანაშაულის წაქეზებაზე უვალის თქმა და გამოჩნდება ამ შეფასებებში. არის სასამართლოს დოკუმენტი, არის განაჩენი მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ასე რომ ველით ევროკავშირის ელჩის კომენტარს ამასთან დაკავშირებით და ახლა მაინც იქნებ დაგმოს ძალადობა.